მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 26. რომელი ბირთვი მიიღება уран 238-92 ბირთვის რადიოაქტიური დაშლისასო, თუ ამ დროს გამოსხივდება 3 ალფა ნაწილაკი და 2 ელექტრონიო. ხო, კარგით, მოდით ახლა სანამ ურანის ბირთვზე გადავიდოდეთ, ზოგადად ნებისმიერად ავიღოთ ჩვენ რაღაც ბირთვი X-ი და განვიხილოთ ამის ალფა დაშლა. X-ი ბირთვი გვაქვს, რომლის მუხტი, Z-ით აღნიშნავთ ხოლმე და მასურ რიცხვს აღნიშნავთ ხოლმე 10, ხო? გავიხსენოთ, ესე იგი, მასურ რიცხვი რა არის? მასური რიცხვი არის ნეიტრონების და პროტონების, იგივე ნუკლონების ჯამი. Z იგივე პროტონების რიცხვი არის, მუხტს აღნიშნავს, ხო? და X ბირთვის ალფა დაშლის შედეგად, ჯერ დავწეროთ რეაქცია და შემდეგ ავხსნათ, მიიღება რაღაც Y ბირთვი, რა დროსაც მასური რიცხვი მცირდება 4-ით და მუხტი მცირდება 2-ით, რის შედეგადაც გამოსხივდება ალფა ნაწილაკი, იგივე ჰელიუმის ბირთვი, რომელიც შედგება 2 პროტონისგან და 2 ნეიტრონისგან. შესაბამისად, 2 პროტონისგან და 2 ნეიტრონისგან თუ შედგება 2 თუ არის S და 2 თუ არის S, მაშინ მასური რიცხვი გამოგვდის 4, ხო? ამიტომ 4 უნდა დავწეროთ A, ხო? კი ბატონო. ხო, ახლა თუ ალფა ნაწილაკი გამოსხივდა, ხო? მაშინ გამოგვდის, რომ 2 ზედმეტი მუხტი გაგვიჩნდა, ხო? ეს ზედმეტი მუხტი საიდან უნდა მოსულიყო, ხო? თუ არა, თვითონ საწყისი ბირთვის მუხტი შემცირებული იყო 2-ჯერ, ხო? ანუ Z-ი შევამცირეთ 2-ჯერ და აქედან გაგვიჩნდა ჩვენ აი აქ ეს 2 პროტონი. რაც შეეხება აი ამ ჩანაწერს, ესე იგი გავარტყიეთ, რომ ალფა ნაწილაკის დროს პროტონების მუხტის რიცხვი მცირდება 2-ით, ესე იგი -2-ით. ეხლა პლუს ამას კიდე გაგვიჩნდა 2 ნეიტრონი. 2 პროტონის და 2 ნეიტრონისგან შედგება. შესაბამისად, ნეიტრონების რიცხვი საწყისი ბირთვიდან უნდა შემცირებულიყო კიდე აი ესეც -2-ით, ხო? მაშინ პროტონების რიცხვის თუ შემცირდა 2-ით და ნეიტრონების რიცხვის თუ შემცირდა 2-ით, მაშინ მთლიანად მასური რიცხვი ამათი ჯამი შემცირდებოდა 4-ით. და სწორედ აი ეს ჩანაწერი გვაქვს აი აქ გამოყენებული. კი ბატონო, ეს ზოგადად რაც შეეხება ერთ ალფა დაშლას, ხო? ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩვენს ამოცანაზე. მოცემული გვაქვს ურანი, რომლის მუხტი არის 92 და მასური რიცხვი არის 238. ნუ მიიღება, რაც მივიღებთ, ესე იგი, 3 ალფა დაშლა გვაქვს. 3 ალფა დაშლა გვაქვს. შესაბამისად, 3 ალფა დაშლის დროს თითო ალფა დაშლაზე თუ მასური რიცხვი მცირდება 4-ით, 3 ალფა დაშლაზე შემცირდება 3-ჯერ 4-ით, 12-ით. ესე იგი, რო გქონდა 238, გაგვიხდება 238-ს გამოკლებული 3-ჯერ 4, ხო? 12. 226 აღრჩება, ხოლო თვითონ მუხტი თითო ალფა დაშლაზე მუხტი 2-ით იკლებს, აგერ 2-ით იკლებს, 3 ალფა დაშლაზე დაიკლებს 3-ჯერ 2-ჯერ 6-ით. თითოზე თუ 2-ით იკლებს, 3-ზე 6-ით დაიკლებს. მაშინ 92 რომ გქონდა, დაგრჩება 86. და მივიღებთ ხო, ამ შემთხვევაში ვიღებთ ნუ რადონს, ხო, რადონს ვიღებთ, აი ამ ბირთს ვიღებთ, რადონს და კიდევ სხივდება 3 ალფა ნაწილაკი. მაგრამ ჩვენ კიდე დამატებით გითხრეს, რომ 2 ელექტრონის გამოსხივდა, ხო, თუ 2 ელექტრონი გამოსხივდა, ეს უკვე ბეტა მინუს დაშლასთან გვაქვს საქმე. ანუ კიდე ამას დაემატა 2 ბეტა მინუს დაშლა. ბეტა მინუს დაშლას რაც შეეხება, ბეტა მინუს დაშლა არის პროცესი, რა დროსაც ნეიტრონი გარდაიქმნება პროტონად და დაშლის პროდუქტის სახით გვაქვს, გამოსხივების სახით გვაქვს ელექტრონი და ანტინეიტრინო. ხო, ესე იგი, ნეიტრონი გქონდა და გამოსხივდა პროტონი. ანუ ნეიტრონი გარდაიქმნა პროტონად. ერთი ბეტა მინუს დაშლის დროს, ანუ ერთი ელექტრონის გამოსხივების დროს. აქ ჩვენ გვეუბნებიან 2 ელექტრონი გამოსხივდა შესაბამისად. ერთ ბეტა მინუს დაშლაზე თუ ერთი ნეიტრონი ერთ პროტონად გარდაიქმნა, მაშინ 2 ბეტა მინუს გამოსხივების დროს ზედმეტად გაგვიჩნდებოდა 2 პროტონი, 2 ცალი S. ანუ აქ 86 ვიწერია, ეს გახდებოდა 88 და აქ რადონი გვიწერია, გახდებოდა რადიუმი. ანუ აქ უნდა დავწეროთ რადიუმი. და ის სწორედ ჩვენ შემთხვევაში სწორედ აი ამ პროცესზე არის საუბარი. ესე იგი, შესაბამისად, ურანის დაშლის შედეგად ვიღებთ შვილობილ ბირთვს, რომელიც წარმოადგენს რადიუმ 226-88-ს. ეს პასუხი კიდე არის A.